ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ამ კვირაში ახალი ადმინისტრაციის მაღალი რანგის წევრები ევროპელ ოფიციალურ პირებს შეხვდებიან, რათა განიხილონ უკრაინაში ომის დასრულების გზები. ეს ხდება თითქმის 3 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ინტერვენცია წამოიწყო. უოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. დონალდ ტრამპი მზადაა დამატებითი სანქციები დააწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებებზე ასევე განიხილავენ შეერთებული შტატების დახმარების საკითხს. მან ასევე დასძინა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა სამომავლოდ უფრო მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად. ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები რუსეთს კიევის მონაწილეობის გარეშე ესაუბრება. უკვე გაიმართა სერიოზული დისკუსიები. ბაიდენის ადმინისტრაციას განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. ყველა საკითხის განხილვაში უკრაინა ყოველთვის იყო ჩართული. მე უკვე გავმართე მოლაპარაკებები და ველოდები, რომ კიდევ იქნება დისკუსიები. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ის დამთავრდება და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რაც შეიძლება მალე. ის არც უნდა დაწყებულიყო. ომი არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი. ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი მიმდინარე კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრება, სადაც ასევე იქნება უკრაინული დელეგაცია ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით. კონფერენციას ასევე დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰექსეთი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგი. ჰექსეთი 4 შაბათს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრასაც დაესწრება.